პარტია ევროპელმა დემოკრატებმა პარლამენტს ფინანსთა სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტის არ მიღებისკენ მოუწოდეს. პარტიის ლიდერმა გიორგი ხოკერაშვილმა მიწის გადასახადის შესაძლო ზრდა გააპროტესტა. ამავე საპროტესტებენ ფერმერებიც, თუმცა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანა არ იგეგმება. ფერმერები მიწის გადასახადის შესაძლო გაზრდას აპროტესტებენ. ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი ზირინე ფხაველიშვილის თქმით, ფინანსთა სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი ნაყოფიერ და მწիր მიწებს შორის განსხვავებას წაშლის, რაც მწირი მიწის მფლობელებისთვის გადასახადის ზრდას გამოიწვევს. გამოდის რომ ეს 86 ლარი არის ქვედა ზღვარი და თუ ჩათვლის თვითმმართველობა რომ კიდე შესაძლებლობა აქვს გაზარდოს 150%-მდე, გამოდის რომ მიწის გადასახადი გვექნება 220 ლარზე ზეით. ეს არის კატასტროფული დაღუპვა. 3 წელია ჩვენ არ დაგვიმუშავება მიწა, იმის გამო რომ ბოლოს თაგობა ისე გაანადგურა, ვაფერი აღარ დაგვიტყვა, აღარც სათესლი დაგვიტყვა, აღარც ფული დაგვიტყვა. კარგი იყო, 22 ლარი იყო მიწის გადასახადი და როცა აღარაფერი დარჩა 20 წელიწადში გამოიფითა, მერე იქცა ოქროთის მიწა და ათბაგი მოსავლის მოცემა დაიწყო თუ საიდან დაიწყოს? მიწის გადასახადის შესაძლო გაზრდა პარტია ევროპელმა დემოკრატებმაც გააპროტესტა. პარტიის ლიდერმა გიორგი ხოკერაშვილმა პარლამენტის საგადასახადო კოდექსში შესეტანილი ცვლილებების შესახებ კანონპროექტის არ მიღებისკენ მოუწოდა. დედოფლის წყაროსთვის 2011 წლამდე იყო მიწაზე გადასახადი 34 ლარი, 2011 წლიდან შემდეგ როცა უკვე თქვა ცვლილებები შევიდა პირველად 204 მუხში გახდა უკვე 67 ლარი, ხოლო ახალი კანონპროექტით ხდება 87 ლარი. ჩვენთვის საქართველოს ევროპელი დემოკრატებისთვის გაუგებარია, რატომ ზდის კიდევ უფრო მეტად ქონების გადასახადს სასოფლო-სამეურნეო მიწებზე ახალი ხელისუფლება ნაცვლად იმისა, რომ შეამციროს. ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე კანონპროექტის არსებობას და მიწის გადასახადის შესაძლო გაზრდას უარყოფს. არ იგეგმება არც ეხლა და არც მომავალში, უახლოეს მომავალში გადასახადების და ერთადერთი გადასახადების კუთხით რაც შეიცვალა, ეს არის ის, რომ ადრე უკანონოდ მთავრობა ადგენდა გადასახადების განაკვეთებს, ეს შევცვალეთ და ეს უფლება ისევ დაუბრუნდა პარლამენტს. საგადასახადო კოდექსში მუხლი მიწაზე ქონების განაკვეთის შესახებ ბოლოს 2011 წლის იანვარში შეიცვალა. 1 ჰექტარი საძოვარი და სათიბი მიწის გადასახადი 20 ლარს არ აღემატება. სასოფლო-სამეურნეო მიწისა კი 50-დან 100 ლარამდე მერყეობს.